გარეგაულის სოფელ ღუდუ მექეთში ჭირდება დახმარება. თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლებენ, ისედაც მეწყრისგან დაზიანებული და ძველი ხის სახლები. მოხუცები არიან მარტო და სახლებს ვერ წმენდნენ თოვლისგან. სოფელ წიაღობანში მისასვლელ გზას საშინელიც აღარ ეთქმის, უბრალოდ აღარ არსებობს. არც წყალი, არც დენი, არც გაზი. ზაფხულში წვიმების დროს მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო და ახლა წარმოდგენაც არ მინდა იქ რა ხდება. ოზურგეთის რაიონის სოფელი ჯუმათი. არის კრიტიკული სიტუაცია. ამ დრომდე არ მისულა არავინ დასახმარებლად. არ აქვს შუქი, გაზი, წყალი. უკვე რამდენიმე დღეა არ გვაქვს კონტაქტი. ბებუ არის მარტო, რომელსაც ჩამოენგრა სახლის ნაწილი. არ ვიცით თვითონ როგორ არის. ზედა ორმეთში ხალხს ესაჭიროება დახმარება მედიკამენტების, წყლის, ზოგიერთ შემთხვევაში პურისა და საკვების პრობლემაც არის. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ხალხს ჩაენგრა სახურავები და მეზობლებს აფარებენ თავს, მაგრამ სადაც არიან, ისიც საშიში მდგომარეობაშია. ეს მცირე ნაწილია იმ პოსტებისა, რომლებსაც მოსახლეობა სოციალურ ქსელ Facebook-ზე შექმნილ ჯგუფში აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს. ასობით მოქალაქე წერს, რომ დენის, გაზის, წყლისა და საკვები პროდუქტების გარეშეა დარჩენილი. ბევრია ისეთი, ვისაც სჭირდება უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. დაზარალებულები და მათი ახლობლები წერენ, რომ დიდთოვლობის გამო შეიძლება სახლები ჩამოენგრით. გუშინ კიდე ითოვა, კიდე დაამატა. აქამდე მოვედი. იქ არის ჭეშკარი, ახლა ჩანს. იმის გადაღმა არის ფშუკა, ისიც გასაწმენდია ბოლომდე ხელით. კაცშვილი დამხმარე არა, ტრაქტორი, ფშუკა, ელემენტარული ტრაქტორი ხომ მაინც მოწმინდავდეს ამას. როგორც ადგილზე მყოფი მოხალისეები ავრცელებენ ინფორმაციას, განსაკუთრებით რთული ვითარებაა გურიისა და იმერეთის სოფლებში. მოსახლეობის დახმარებას მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი ცდილობს. მივდივართ გულიანის მიმართულებით, სადაც დაახლოებით 5 ოჯახი ველოდება. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ ჰიგიენურ საშუალებებს, სპეციალურ საკვებს. გარდა ამისა მიგვაქვს საკვები, დამტენის საშუალებები და მედიკამენტები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ძალიან ჭირდებათ. 2 კილომეტრი ნახევარია მოვდივარ მეტრ ნახევარ თოლში, ან უფრო მეტი. არა დამთავრდება. მიგვაქვს პროდუქტები და უფრო მძიმდება. პირველი მისამართი რაც მოგცეს, სამი მცირეწლოვანი არის ოჯახშია და აგერ არის ოჯახი, ამოვედით. აგერ გივით, სულ გაუკვალავში არა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე მაშველები საპოლიციო ძალებთან და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია. მისივე თქმით, სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება მუდმივ რეჟიმში. რაც შეეხება იმერეთს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 5 მუნიციპალიტეტშია შედარებით რთული ვითარება, სადაც რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია და კომუნიკაცია ვერ ხერხდება. რთული მდგომარეობა არის ჯერ ბევრ ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ყოველსაათობრივად რეალურად ვითარება უმჯობესდება. თავარია რომ სრულად მობილიზებული იყოს შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობ, რომ 2-3 დღეში უკვე არსებითად პრობლემის არეგულირება გახდება შესაძლებელი. მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები ასევე მობილიზებული არის მაღალი გამავლობის რეანიმობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ მოხდეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში. სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი იქნა პარამედიკოსების ჯგუფები, რომლებიც განთავსებული არიან 6 სხვადასხვა რთულ მიმართულებაზე, რომ მოსახლეობასთან მივიდნენ, პირადად მიაწოდონ პირველადი გადაუდებელი დახმარების სერვისი და მედიკამენტები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით სრულ კოორდინაციაში სხვადასხვა საგანგებო სამსახურებთან, რათა არც ერთი პაციენტი არ დარჩეს დახმარების გარეშე. დიდთოვლობის გამო რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზეა მოძრაობა შეზღუდული. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ მგზავრობისგან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 28 თებერვალს, ასევე 1 და 2 მარტს ღამის საათებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი.